1992 წლის 14 აგვისტოს შევარდნაძესა და არძიმბას შორის საიდუმლოდ არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად საქართველოს უკანონო მთავრობის მიერ კონტროლირებადი ნახევრად კრიმინალური სამხედრო დაჯგუფებები აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის საბაბით განლაგდნენ. სინამდვილეში კი ეს იყო აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციიდან გაყვანის და იქ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარების ოპერაცია, რომელშიც ქართულმა მხარემ შევარდნაძის მეთაურობით შესაშური გულმოდგინებით შეასრულა თავისი ბინძური როლი. ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად მიუბრუნდებით, მაგრამ დღეს საუბარი მექნება ქართველთა გენოციდის საქმეზე, რომელსაც საერთაშორისო რეზონანსი არ მოჰყოლია და მსოფლიომ დღემდე ბევრი არაფერი იცის მის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ერთი კითხვა. რატომ არის მსოფლიოში ბევრად უფრო ცნობადი სომეხთა და ჩერქეზთა გენოციდის ფაქტები და რატომ არაფერი იცის მსოფლიომ ან თითქმის არაფერი რუსების ორკესტრირებით საქართველოს ძირძველ კუთხეში აფხაზეთში მოწყობილ ქართველთა გენოციდზე. და მეტიც, მაქვს კიდევ უფრო ძიმე კითხვა, რიტორიკული რა თქმა უნდა, რატომ არ იცის ამ გენოციდის შესახებ არათუ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსოფლიო საზოგადოებრიობამ, არამედ თავად ქვეყნის შიგნითაც რატომ გვაქვს ქართველებს ბუნდოვანი წარმოდგენა ამ უსაშინელეს დანაშაულზე. ამის პასუხი არის მეგობრებო ერთადერთი. ეს პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური კლასის და საზოგადოების ერთობლივი დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგია. ჩვენ საზოგადოება, რომელსაც შეგვიძლია უბრალოდ ავდგეთ და ხმამაღლა ვილაპარაკოთ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში, იქნება ეს ლექცია, იქნება ეს რადიო გადაცემა, იქნება ეს YouTube-ის ვიდეო, იქნება ეს ტელევიზია. რატომ არავინ, არც ერთი ადამიანი, ვისაც ჭკუა მოეკითხება მეტნაკლებად, ამ თემით არ დაკავდა? რატომ? ესეც მთავრობების ბრალია? არა მეგობრებო, ეს არის იმის ბრალი, რომ ჩვენ პირდაპირ რომ თქვათ, არ ვართ იმ დამოუკიდებლობის და თავისუფლების ღირსი, რომელი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მილიონობით ქართველმა გაიღო სიცოცხლე მთელი ამ 1000 წლეულების განმავლობაში. მაგრამ იცით რა შეია საქმე, რომ მაინც მიუხედავად ამ საყოველთაო გულგრილობის, უზნეობის და უბედურებისა, ხო? მაინც გამოჩნდებიან ხოლმე ერთეული ადამიანები ჩვენში, რომელთა არსებობის გამოც ღირს ამ ქვეყნისთვის ბრძოლა. აი მაგალითად, როდესაც სოხუმი დაეცა და ქვეყანა სრულმა ქაოსმა მოიცვა და როდესაც ერთი შეხედვით არავის არაფრის გაკეთება ან არ უნდოდა, ან არ შეეძლო, სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩვენ შორის ისეთი ხალხი, ვინც მოახერხეს მაქსიმალური მობილიზება და საშვილიშვილო საქმის ბოლომდე მიყვანა. მინდა რომ დღეს ყველა თქვენთაგანმა იცოდეს და დაიმახსოვროს ვაჟა კოპალიანის სახელი. ეს იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებელი. ამ ადამიანმა სამოქალაქო ომისა და სრული განუკითხაობის პირობებში მოახერხა ქართველთა გენოციდის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე ოფიციალური გამოძიების ჩატარება. მას ამ საქმისთვის მოუწია უზარმაზარი სამუშაოს გაწევა. კერძოდ, აი წარმოიდგინეთ, რომ მან პირადად ერთმა ადამიანმა დაკითხა უმძიმესი დანაშაულების 2000-მდე თვითმხილველი მოწმე. ყველა ერთმანეთზე უარესი ისტორიებით. შემდეგ სათითაოდ აკინძა ეს საქმეები, შეაგროვა დამატებითი მასალები და საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შესაბამისად ქართულ სახელმწიფოს დაუტოვა სრულყოფილი სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომლითაც მტკიცდება ქართველთა გენოციდის ფაქტი და რომელიც შეიცავს გენოციდის ჩამდენთა კონკრეტულ ვინაობებს. ხშირ შემთხვევაში მისამართების მითითებითაც კი. და ეს ყველაფერი ამ კაცმა შეასრულა უანგაროდ საკუთარი ჯანმრთელობის შერყევის ხარჯზე.
ვაჟა კოპალიანი იყო თავადაც სოხუმელი, ის იმყოფებოდა სოხუმში მთელი ომის განმავლობაში და ერთ-ერთი უკანასკნელი გახდათ, ვინც ქალაქიდან გამოვიდა. ამიტომ მასზე განსაკუთრებულად მძიმე დაისახა ამდენი თვითმხილველის ჯოჯოხეთური მონაყოლის მოსმენა და ამ უმძიმესი საქმის დასრულების შემდეგ სამწუხაროდ მალევე იგი გულით დაავადდა და გარდაიცვალა. რაც შეეხება მის მიერ საათივით აწყობილი გენოციდის საქმის ასობით ტომს, მათ დღემდე არ ეღირსათ ადეკვატური მსვლელობის მიცემა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რაც პირველ რიგში ქართული მხარის დანაშაულებრივი უმოქმედობის ბრალია და შემდეგ გარკვეული ფორმალურ სამართლებრივი ბარიერების, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ ნორმებშია გაბნეული. მაგრამ ეს ფორმალობები დაძლევადია. აი ჩვენი პოლიტიკური კლასის და ჩვენი ზოგადად საზოგადოების მოღალატური საქციელი კი ნამდვილად არ არის დაძლევადი. მე მინდა რომ მიუხედავად სიმძიმისა უშუალოდ გენოციდის კონკრეტული ფაქტები მოგიყვეთ, რომლებიც ამოკრეფილია სწორედ ვაჟა კოპალიანის მიერ შეგროვებული ამ საქმიდან. აი მაგალითად, მადონა პორფირეს ასული ჯოჯუას ჩვენებით ეთნიკურად აფსუა თემურ ხიბამ სოხუმში 1993 წლის 23 სექტემბერს პირადად დახვრიტა 6 უიარაღო ქართველი. მათ შორის 1938 წელს დაბადებული თამაზ შალვაზზე თავაძე. ჟუჟუნა ანტონის ასული გალდავას ჩვენებით 1993 წლის 26 სექტემბერს მათ სახლში სოხუმში გოჩუას ქუჩა 20 ნომერში შევიდნენ შეიარაღებული კაზაკები, რომლებმაც მოკლეს მისი მეუღლე 1917 წელს დაბადებული ფარნა ნიკოლოზიძე ძაძამია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართველი იყო. ასე უთხრეს სწორედ დახვრეტის წინ. ასევე წაუკიდეს ცეცხლი მის სახლს და ქალბატონი ჟუჟუნა ცეცხლში შეაგდეს, საიდანაც იგი მეზობელმა აფსუებმა გადაარჩინეს აშკარა სიკვდილისგან. ანუ როგორც ხედავთ, აი ამ შემთხვევაში, ამ ჩვენების შემთხვევაში, არც ამ გამწარებულ თვითმხილველს და არც გამომძიებელ ვაჟა კოპალიანს არ გასჩენიათ სურვილი დაემალათ სიმართლე იმის შესახებ, რომ ეს ქალბატონი აფსუებმა გადაარჩინეს. ამას მინდა ყურადღება მიაქციოთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბუნებაში არ არსებობს აფსუა, რომელიც იგივეს გააკეთებს და ქართველის კარგ საქციელს გამოამზეურებს. აი ეს მინდა რომ კარგად გავაცნობიეროთ ყველამ. შემდეგი ფაქტი. 1993 წლის 26 სექტემბერს კაზაკებმა და აფსუებმა მოკლეს 28 წლის ნარგიზა მენთეშაშვილი, 28 წლის გოგო, ქართველობის მიზეზით. საურ გრიგოლიძე ურდელაძის ჩვენებით 1993 წლის სექტემბერში ერთ დღეში აფსუებმა მიზანმიმართულად ეროვნული ნიშნით მოკლეს სოხუმში ჭანბას ქუჩაზე მცხოვრები უიარაღო მოხუცი და შუახნის სოხუმელები. კერძოდ 65 წლის მელენტი შონია, 75 წლის დავით გაგილაძე თავისი 68 წლის მეუღლესთან ერთად, აგრეთვე 48 წლის სვეტა ურიდია, 78 წლის გრიშა ჯიქიძე მეუღლითურთ, 63 წლის მამაკაცი გვარად გუგია და 65 წლის მამაკაცი გვარად მიმინოშვილი. ამავე თვითმხილველის ცნობით, აფსუამ, რომელმაც მოკლა 67 წლის მამაკაცი გვარად ნაჭყებია, დაისაკუთრა მისი კუთვნილი სახლი იმავე ჭანბას ქუჩაზე და დღესაც იქ ცხოვრობს. და ასეთი ფაქტები არის ათასობით აფხაზეთში. ცნობისთვის უნდა გითხრათ, რომ ვაჟა კოპალიანი თავად ცხოვრობდა ჭანბას ქუჩაზე სოხუმში და წარმოვიდგენია, რამდენად რთული მოსასმენი იქნებოდა მისთვის ეს ჩვენება თავისი მეზობლების დახოცვის შესახებ. ასევე განსაკუთრებით მძიმეა ეროვნებით ჩერქეზი ქალბატონის ლუიზა ალექსანდრეს ასული მანჯგალაძის ჩვენება. მანჯგალაძე მისი მეუღლის გვარია, რომელსაც ეს მეუღლე, სწორედ ეს ქართველი მეუღლე, ჯანო ხუტასძე მანჯგალაძე მოუკლეს აფსუებმა 1993 წლის 27 სექტემბერს. მაგრამ ამით არ დამთავრდა ამ ქალბატონის უბედურება, ამ უბედურების შემდეგ ეს ქალბატონი კიდევ უფრო საშინელ ამბავს შეესწრო.
კერძოდ 1993 წლის 28 სექტემბერს მან თავისი თვალით იხილა ლესელიძის ქუჩისა და მშვიდობის გამზირის კვეთაზე ჩადენილი საშინელი დანაშაული. პურის რიგში იდგა 7 წლის ქართველი ბავშვი. რიგთან გაჩერდა მანქანა, რომელშიც იჯდა 5 შეიარაღებული აფსუა, ერთ-ერთი მათგანი გადმოვიდა და ბავშვს კითხა გვარი. როგორც ჩანს, მან იეჭვა, რომ ეს ბავშვი იყო ქართველი. როგორც კი პასუხად ქართული გვარი გაიგონა და ამ პატარა ანგელოზმა გულუბრყვილოდ სიმართლე მას უთხრა სამწუხაროდ. ამ არაადამიანმა ბავშვი მოკლა თავში პისტოლეტის მიბჯენით გასრულით. გულნარა ერმილესასული კვარაცხელია ჩვენებით. გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში 1995 წლის 18 მაისს, ანუ ომის დასრულებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, მათ ოჯახს თავს დაესხა სომეხი ეროვნების ალბერტ ერვანდის ძე კაბასაქალიანი, რომელმაც სიტყვებით შენ კიდევ უნდა დაბადო ქართველი ბოევიკი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოლებსო, სანადირო თოფით ლოგინში მოკლა ქალბატონი გულნარას ქალიშვილი მარინა კვარაცხელია. ეს სოფელი ფშაფი არის იმითაც განსაკუთრებით ტრაგიკული, რომ აფსუებმა და სომხებმა 1993 წელს აქ მოაწყვეს ქართველების ერთობლივი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და იქ არსებული 90 სახლიდან, რომელიც ქართველებს ეკუთვნოდათ, 90-ვე გადამწვარია. და ბოლოს დღეისთვის ბოლო კონკრეტული დანაშაულის ფაქტი მინდა მოგიყვეთ, რომელიც განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩევა. სოფელ მახუნჯიას მკვიდრნი ვალიკო და ვალერი ცატავები აფსუებმა აიძულეს ასულიყვნენ ელექტრობოტზე და შემდეგ მხიარული შეძახილით, ახლა კი ჩამოყრით როგორც ჩიტებსო, დაახალეს ავტომატები და მათი ბოძიდან გადმოვარდნის სცენით აჟიტირებულები დიდხანს იცინოდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს ამბები არ არის ქუჩაში ჭორად მოყოლილი ამბები. ეს არის ამონარიდები მოწმეთა ოფიციალური ჩვენებებიდან, რომლებიც ჩამოართვა თვითმხილველებს ბატონმა ვაჟა კოპალიანმა და შემდეგ გამოაქვეყნა კიდეც ამ ჩვენებების ნაწილი გაზეთ სოხუმის სადროშოში. იმასაც გეტყვით, რომ აქ მოყვანილი ჩვენებები არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც შეგროვებული აქვს ბატონ ვაჟას. მთელი უბედურება ჩვენი საზოგადოების გახლავთ ის, რომ ჩვენ ამ საშინელი ამბების მოსმენაც კი არ გვინდა, მაშინ როდესაც ამ ამბებით მიყენებულ ტკივილებს დღემდე ატარებენ ჩვენი თანამოქალაქეები და ჩვენი მხრიდან კი ქართველთა გენოციდზე ხმამაღალი ლაპარაკი არათუ საერთაშორისო, არამედ შიდა აუდიტორიაზეც კი არ ხდება. და ამის ნაცვლად ვიღაც ნაძერლებს უსმენთ გატრუნულები, რომლებიც ამ გენოციდის ჩამდენი აფსუების მიმართ ბოდიშის მოხდის ნარატივს თავს გვახვევენ. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აფსუებშიც იყვნენ და არიან ისეთი ადამიანები, როგორიც აღწერილი ჰყავს ზემოთ ნახსენებ თვითმხილველს, რომლის ოჯახსაც სწორედ მეზობელი აფსუები იცავდნენ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანები მათ რიგებში არიან უკიდურეს უმცირესობაში და ეს ჩვენ უნდა გვესმოდეს. და ის ადამიანები, რომლებიც ქართველებს ასეთი თავდადებით იცავდნენ, პრაქტიკულად ქართველები არიან. გესმით? თავიანთი მენტალობით, თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი ზნეობით ისინი არიან ქართველები და არა აფსუები. და ბოლოსკენ მინდა ერთი რამ გითხრათ გარკვევით, რადგანაც ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენს მერყევ საზოგადოებაში არის ძალიან მერყევი აზრი. არის ესეთი ხალხი ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც ამბობს შემდეგ რაღაცას. კი ბატონო, ეს საშინელებები მათ ჩაიდინეს ჩვენ წინააღმდეგ აფსუებმა, მაგრამ ჩვენც არ გვიქნია ნაკლები, აი მხედრიონსაც არ უქნია ნაკლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეგობრებო, არ არსებობს ბუნებაში მხედრიონელი, რომელსაც აფსუა ბავშვი მოეკლას. ან სომეხი ბავშვი მოეკლას, ან ნებისმიერი სხვა. და არ არსებობს ბუნებაში ფაქტი იმის შესახებ, რომ მაგალითად მხედრიონელები ან სხვა ნებისმიერი ქართული სამხედრო ფორმირება შესულიყო
აბსუებით დასახლებულ ქუჩაზე ან უბანში და მოეწყო მან მათი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ამის მარტივ დამამტკიცებელ გარემოებას გეტყვით. მარტივ დამამტკიცებელ საბუთს. აბსუებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, შეთითხნილი დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ თუ როგორ ხოცავდნენ ქართველები აბსუებს. და ალბათ თუ მიხვდებით რა კადრები გამოიყენეს მათ ამ ფილმის შესაქმნელად. ამ ფილმის შესაქმნელად არც აციეს და არც აცხელეს და ეყოთ გაუგონარი თავხედობა ეყოთ იმისთვის, რომ გამოიყენეს ქართველი თვითმხილველების, ქართველი დაზარალებულების კადრები ქართული ტელევიზიებიდან, ქართული დოკუმენტური ფილმებიდან მოპარული კადრები, კერძოდ თქვენ წარმოიდგინეთ იმ აფხაზეთელი ქალბატონის კადრიც, რომელსაც აბსუებმა თავად თვითონვე მოუკლეს თვალწინ შვილი და შემდეგ მისი თვალი გადააყლაპეს. აი იმ ქალბატონის ინტერვიუს ამ მონარიდიც კი გამოიყენეს თავიანთი პროპაგანდისტული დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად. დაადეს ხმა, ზოგიერთს გამორთულია საერთოდ ზოგიერთი შემთხვევაში ხმა, ან ზოგიერთს ადევს რუსული გახმოვანება, სადაც თითქოს ეს ადამიანი თითქოს ყვება თუ რა ბოროტება ჩაიდინეს მის მიმართ ქართველებმა. არა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ადამიანები, რომლებიც გამოყვანილი ყავთ აბსუა სხერპლად, აბსუა დაზარალებულებად, არიან სინამდვილეში ქართველი დაზარალებულები. აი ახლა მე თქვენ გეკითხებით, თუ კი ბუნებაში მართლა არსებობს ფაქტი იმის შესახებ, რომ ქართველებმა პირიქით იქით მოუწყვეს სომხებს და აბსუებს გენოციდი აფხაზეთში, მაშინ რაში დაჭირდათ გენოციდზე, ამ დანაშაულზე ფილმის გადასაღებად ქართველი მოწმეების კადრების გამოყენება და სიმართლის დამახინჯება. ეს ხომ ცხადზე ცხადია, მეგობრებო, ამიტომ არ დაიჯეროთ არც ერთი იმბეცილი ქართველის მონაყოლი, რომ თითქოს ქართველები არანაკლებ დანაშაულს ჩადიოდნენ აბსუების და სომხების წინააღმდეგ. ყველაზე მარტივად შეცდომაში შეყავთ ადამიანები, როგორც წეღან ვახსენე, მხედრიონის სახელით. დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მხედრიონი ეს იყო უსაშინელესი ბანდფორმირება საქართველოს ისტორიაში, ეს იყო საქართველოს უახლესი ისტორიის სირცხვილი და ჩვენ ვიცით, რომ მხედრიონელები სახლებში უვარდებოდნენ უდანაშაულო ადამიანებს. მიუხედავად ასეთი დანაშაულებრივი მოქმედებებისა, მათ არასდროს არ მოუწყვიათ აბსუების და სომხების მიმართ მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ამას აქვს უზარმაზარი და გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ესა თუ ის სამხედრო ან სამოქალაქო დანაშაული შეფასდეს როგორც ეთნოსის ან ერის გენოციდი. დღეს გვაქვს ასეთი მდგომარეობა. ქართველთა გენოციდის შესახებ პრაქტიკულად არაფერი არ იცის მსოფლიო საზოგადოებრივობამ. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს გენოციდის აქტი არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების, პირველ რიგში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ. ერთადერთი რეზოლუცია ამ საკითხთან მიმართებაში, რაც გაერო მიიღო, ეს არის აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდის დადასტურება და აღიარება. გასაგებია, ძალიან კარგია, რომ ეთნოწმენდა არის აღიარებული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვინაიდან გენოციდის აქტი მოიცავს გაცილებით უფრო სასტიკ და შემზარავ დანაშაულებს, ვიდრე ეთნიკური წმენდა. ამიტომ ჩვენ საქართველოს სახელმწიფომ, ქართველმა ხალხმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართველთა გენოციდის საქმე გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა. მე დღეს ამით გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ გადაცემაში. Убивать не жалко? Нет. Людей жалко, но их не жалко. Их это жалко. Грузинам.